რა კავშირი აქვს ბიკინის საცურაო კოსტიუმს ტროპიკულ კუნძულთან და ბირთვულ აფეთქებასთან? დღეს ბიკინის სიმბოლოა ზაფხულის, სექსუალობის და თავისუფლების. მაგრამ ამ სიტყვის უკან დიდი ისტორია იმალება. ბიკინის ატოლი პატარა 64-ია წყნარ ოკეანეში. კუნძული მარშალის არქიპელაგში, პალმებით, თეთრი ქვიშით და ფირუზისფერ წყლით. მხოლოდ იქამდე, სანამ ამერიკელებმა ის ბირთვული ცდებისთვის შეარჩიეს. 1946 წელს ბიკინი ატოლზე ააფეთქებული ატომური ბომბის შემდეგ ტროპიკული 60 წამში გადაიქცა ბირთვულ უდაბნოდ. იმავე წელს პარიზში ფრანგმა დიზაინერმა ლუი რიარმა წარმოადგინა ყველაზე თამამი საცურაო კოსტუმი. ის ისეთი პატარა და ისეთი სკანდალური იყო, რომ ჟურნალისტების აზრით მან მოდის სამყაროში ისეთი ეფექტი მოახდინა, როგორც ბიკინის ატოლზე აფეთქებულმა ბომბმა. აი ასეთი კავშირი აქვს ბიკინის, ტროპიკულ კუნძულთან და ბირთვულ აფეთქებასთან. პატარა, მაგრამ ძლიერი, ცეცხლოვანი და დაუვიწყარი, როგორც ატომური ბომბი.